მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ქართული ტივის ერთგულმაყურებლებო. გუშინ დღეადი დღე იყო და გუშინ არ მოგვეცა საშუალება პირდაპირ ეთერში ესე მოგულოცა, თუმცა ერთი დღის დაგვიანებით გილოცავთ ბატონი თემურ ჩილაჩავა არის გამოჩენილი მეცნიერი საზოგადო მოღვაწე სამოქალაქო ცნობიერების მაღალი მატარებელი ჩვენი სტუმარი პროექტი გუშინ დღეს ხვალ სახელწოდებით ძალაშია და ერთკვირიანი პაუზის შემდეგ დაგიბრუნდეთ. მოგესალმებით გუშინ დიადი დავითობა იყო, დავით აღმაშენებლის ასე ვთქვათ დაბადების დღე, მისი მოხსენიება. ესეთი დიდი დღესასწაული იყო თითელი ქართველისთვის, ვისაც მეხსიერება და ცნობიერება გააჩნია შესაბამისად და ჩვენ გახდით ბატონი თემური და ჩვენი და ბატონი თემურ შაშიაშვილი იყო ამის ორგანიზატორი და სულის ჩამდგმელი, ისე როგორც თითოეული ადამიანი. მადლობა თითოეულ მათგანს და მადლობა იმ დიად ადამიანს, რომ ესეთ მარადიულ ფასეულობებს გვაზიარა დავით აღმაშენებელზეა ლაპარაკი, როგორც ასეთი და ეს თქვენ იხილავთ მოკლე ხანში ამ იმას და რა ვიცი, ერთი ორი სიტყვით თქვენს ბრძანეთ და მე მეც ვიტყვი და მე გადავიდეთ ასე ვთქვათ ხილვაში. დიდი მადლობა გუშინდელ დღეს თვითონაც თქვენ ერთ-ერთი გამოჩენილი პერსონა იყავით გუშინ. მადლობა ბატონო თენკის, დიდი მადლობა მოწვევისათვის, რა თქმა უნდა გუშინ იყო დიდებული მეფეთა მეფის საქართველოს ყველაზე ალბათ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და საქმის გამკეთებელი პიროვნების დავით აღმაშენებლის ხსენების დღე ჩვენ როგორც რამოდენიმე აკადემია მეცნიერთა კონგრესი ვიყავით იქ პატივი მივაგეთ მას ასევე იმ აკადემიას გელათის აკადემიას რიტუალური ხასიათი იყო და იქვე აღნიშნეთ რომ ზუსტად ამ დღეს დაამტყია სულნათმა ივანე ჯავახიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება 1918 წელს და აი დღეს სხვათა შორის დაამტყვია მოხდა ის რომ რაღაცნაირად ის მომზადებელი რეფორმა იმ ნაწილში რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტის ერთენება რომ მომხდარიყო უარი თქვეს ამაზე რა ძალიან სწორია და იმედია აი ამას შევიშ. კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისათვის. ახლა ორი სიტყვით უნდა ვთქვათ რა ამ დიად ადამიანზე. უპირველეს ყოვლისა რაც არის აი დროში და სივრცეში როდესაც ხდება პერსონის და მოვლენის განხილვა, ეს ახლა დიდი რაღაცის მანიშნებელია. იმის მანიშნებელია, რამდენად იდენტურია ეს ქართულ და ზოგადად ფენომენთან, რომელსაც ეს წარმოადგენს, ესა თუ ის პერსონა ამ შემთხვევაში დავით აღმაშენებელი და როგორია მისი წვლილი, მისი გავლენა დღეს, რამდენად თანამედროვე, ულტრათანამედროვე და რამდენად შეუძლია პასუხისმგებლობის წინაშე დააყენოს მოსახლეობა და ის ქართული ცივილიზაცია, რომელიც შექმნაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის როგორც ასეთი და ეს დროში და სივრცეში ხდება, ხო? 10 საუკუნე გავიდა, ხო? მეტი, ხო? ახლობით და კიდე ამხელა ზეგავლენა აქვს და რატომ აქვს ზეგავლენა, ხო? უნდა გაფიქრდეს კაცი. იმიტომ აქვს ზეგავლენა უდიადესი, რომ რა თქმა უნდა, მაღალი ცნობიერების და პატიოსან და ესეთ ადამიანებზე, ხო? დიდებზეც და პატარებზეც და ქალზე, კაცზე, ბავშვზე და კარგი იყო, რომ იქ ბავშვებიც იყვნენ სხვათა შორის. თუმცა გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყვნენ ახლა ეს. არ შეუდგები ახლა ამათ კრიტიკას, ვისაც ეს ეხება და ამ ადამიანმა რაღაც ვიტყვი რა ახლა ის რომ დასავლური ცივილიზაცია დიდწილად რო გადაარჩენა, ეს ფაქტია, შეიძლება ითქვას და დასავლურ წყაროებში ისტორიკოსები როგორც ასეთი მნიშვნელოვანი და სერიოზული ის აღნიშნავენ, რომ ეს იყო გარკვეულწილად ჯვაროსნებთან, ტამპლიერებთან და მისი პირდაპირი კავშირი და იმასაც კი ლაპარაკობს რამოდენიმე სერიოზული ადამიანი, რომ ჩვენ ეს ვახსენეთ გუშინ ხოთა შორის, რომ იერუსალიმის მეფე ბოლდუინი ფლამანდიური წარმოშობის
გეგუჩე საიდუმლო იმით შეხვდა დავით აღმაშენებელს და სტრატეგია და ტაქტიკა განიხილეს და დიდგორის ასე ვთქვათ სტრატეგიაზე და ტაქტიკაზე სამხედროზე და პოლიტიკურ და მომავალზე იმაზე იყო ლაპარაკი. ახლა ეს ამის დოკუმენტაცია არ არსებობს, მაგრამ თვითონ ასევე დასავლურ წყაროებში ისტორიკოსებში ეს მეფე მოხსენიებულია როგორც ერთ-ერთი რაღაც ქრისტეს საფლავის და მისი იდეის და უკვდავების დამცველი, იერუსალიმის დამცველი, როგორც ასეთი, ამათ რანგში გადის, არადა იერუსალიმში ბრძოლა არ ყოფილა, მაგრამ აი ამ ბრძოლამ, ამ ლოკალურმა ბრძოლამ შემდგომ უკვე გლობალური საკითხები გადაწყვიტა, ასე ვთქვათ, და ის ურდოები შეჭერდა და დასავლეთი მადლიერი უნდა იყოს და გაცილებით მეტი მართებს, ასე ვთქვათ, დაფასება აი მოვლენების, ვიდრე თუმცა ამაში ჩვენი ბრალიც არის აუცილებლად, იმიტომ რომ სწორედ უნდა მიიტანოს, სწორედ უნდა მიაწოდოს, სწორედ უნდა შენენივთო ამ დიდ რაღაც იდეებს, როგორც ასეთი და ამის შემდეგ კიდე შეიძლება მე რაღაცებზე, ასე ვთქვათ, ლაპარაკი არა. რა ვიცი, ახლა ამ ადამიანმა ელემენტარულად ყველაფერს ამ ლოკალური ახლა ქრისტეს მარადიული იდეა და ამის დამცველი და ჯვაროსნები და ტამპლიერები რომ ამ რანგში რომ მოგიხსენიებენ, ახლა ეს შემთხვევით არ ხდება, ხო? ახლა ბუნებრივია და ამის გარდა, ხო, ამ დიადი რაღაცის გარდა საომარი სტრატეგიული ის კავშირები თვითონ რომ ისე აი მართლა გუშინ ერეკლებმა სწორედ აღნიშნა საღლიანმა რომ აი შოთა რუსთაველის დონის ასე ვთქვათ პოეტიც რო დაცლო და 52 წელი რა არის არ მოусვენია ერთი წამით რა შეიძლება ითქვას პარტიზანული ომები მანამდე ჭყონდიდებთან ურთიერთკავშირი შემდგომ ეკლესიაში კვეთრი ჩარევები და მისი განწმენდა ასე ვთქვათ როგორც ასეთი ძალისმიერი სხვათაშორის მეთოდებით ვაღიაროთ ესა სხვებმა გაიგონ სხვების გასაგონადაც ლაპარაკობთ ამას მინიშნებით რა ვიცი სულ ესეთი მიმაში იყო და ბოლოს ამზადებდა ეგ თბილისის აღებას ნელა ესე წრეში მოაქცია ასე ვთქვათ ნელა მოაქცია და თბილისი მოამწიფა ცნობიერად იმისთვის რომ აიღო რა და აიღო თითქმის დიდი იმის გარეშე რა დიდი ჯაფის იმის გარეშე რა აი უბედურობა და ესე რა არის ახლა არ შეიძლება ეს ისე რომ გავატაროთ ეს არაბიზაცია კიდევ იმიტომ რომ ამ ადამიანის ნამოქმედარი უკვე ხვალინდელ დღესაც განსაზღვრავს და შენ თუ ამ იდეის მემკვიდრე თუ არა ხარ აი გალობანის ინანულიცანი თუ არ გესმის მიცი სამხედრო მოქმედებები ეკლესიასთან მისი დამოკიდებულებები ცენტრალიზაციის მომენტის ასე და სხვა ვარიანტები მაგას არ გქონდა ვექტორის გაძლიერება როგორც ასეთი ფეხზე დაყენება აფხაზეთის შემოერთება ჭყონდიდელის განუსაზღვრელი ზეგავლენა მასზე და რო გარდაიცვალა ჭყონდიდელი 40 დღე ძაძებით დადიოდა უიშვიათესი შემთხვევაა და შემდგომ ისევ რომ დაუბრუნდეთ რა ესე მემკვიდრე ხო უნდა იყოს სახელმწიფო ინტელიგენცია ეკლესია და საერთოდ სამოქალაქო ამ დიდი იდეეს ეს თუ არა გაგდა ახლა არაბიზაციის პროცესს თუ უწყობ ხელს ეს ახლა დანაშაულია პირდაპირ შეიძლება ითქვას იმიტომ რომ როდესაც მან განდევნა ეს არაბები იქიდან ის ხალხი იმ სახით არ დაბრუნებულა თუმცა ძალიან კარგად იცოდა რომ ვაჭრობის გარეშე და აბრეშუმის გზის იმის გარეშე ქვეყანა ვერ იარსებებდა და ეს დიადი იდეები რაც ჰქონდა ესეც განუხორციელებელი დარჩებოდა და აქ მუსულმანებთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელი იყო და მუსულმანებთან მთელი რიგი ამის შემდეგ ეს გენოციდი კი არ მოუწყო მათ და კი არ ჩაუკეტა მათ და პირიქით შემოსავლებისაგან მუსლიმები ვაჭრები და ესე ბიზნესმენები მოდი ესე თქვა იმანსანი გაანთავისუფლა როგორც ასეთი და ღორის დაკლაროე იმაში რო აკრძალა და ეს იყო ტოლერანტული ადამიანი როგორც ასეთი ძალიან ესეთი ფართო გაგებით და აი ამ ყველაფერს მოსწონე და ჩვენი ახლა მემკვიდრეობაზე თუ არის ლაპარაკი, მაშინ მემკვიდრეობას პასუხისგებლობას კონკრეტული მიზეზს და ახლა გავახსენებ ამათ რა მართლა ახლა რაღაცა ხო უნდა იცოდეთ, ახლა გავიგეთ ახლა თქვენ რასაც წარმოადგენთ და რაც გინდათ და ეს დავინახეთ, მაგრამ ეს მინდა კიდე გაგახსენო. სხვათა შორის ამასენად სირიაში ბატონ თემო მთელი საომარი მოქმედებები რო იყო
ისლამური სახელმწიფოს მესვეურები რო ჩამოყალიბდა რა ფაქტობრივად რა ეს უნივერსალური მუსლიმანური აგრესიული ჩამოყალიბდა როგორც მაშინ იყო დაახლოებით დიდგორში დავით აღმაშენებელმა მაგათ მოუგო გაერთიანებულ კოალიციას მოუგო ესე იყო ახლაც იქ სირიაში ახლახან იყო ხო 3 წლის წინ არ იყო დაახლოებით ისლამურმა სახელმწიფომ თბილისი გამოაცხადა თავის რეგიონად. ნუ ახლა ამასაც თუ ვერ ახვდებით და ამის განათლებას თუ არ აქვს და ამის ფანტაზიები, ასე თქვა და ხელისუფლებაში ხართ კიდე. არ ვიცი ახლა მაშინ მართლა როგორც ბევრი ამბობს და როგორც თუნდაც ამ ფაქტიდან თქვენ ხართ უცხოსხეული ამ ქართულ ასე თქვა სინამდვილეში. ეს არის ფაქტი და გონს მოეგეთ. როგორც ასეთი და დაანებეთ თავი ამ რაღაცებს და აი ამ ფაქტებს და ამ სინამდვილეს გაუსწორეთ თვალე. მე თქვაც მინდა შეეხოთ ამ საკითხს. ხო, რა თქმა უნდა, ძალიან იმის გარდა რომ თქვენ სწორად ბრძანეთ, იმიტომ რომ მართლაც ადამიანი 16 წლის ასაკში გამეფს და ფაქტურად უკვე ჩამოყალიბებული პიროვნება იყო, რა თქმა უნდა, მან თავის თავარჩევლად თავის მასწავლებელი აღმზრდელი გიორგი ჭყონდიდელი დაიხენა და ის უდიდეს პატივსცემდა, რა თქმა უნდა, მან იცოდა რომ თავარია, ესე იგი, ბევრი ასპექტი, თავარია მათ შორის, რა თქმა უნდა, კარგი ჯარის შექმნა, ეკონომიკა და ძალიან კარგად და დიდ პატივსცემდა ადმინისტრაციული მოწყობა ქვეყნის. რა თქმა უნდა და მეცნიერებს, როცა ივანე პეტრიციბო ჩამოდიოდა გელათში, ის პირდები მიეკებოდა მას და ამიტომ დღევანდელმა ხელისუფლებამ თუნდაც წინა ხელისუფლებამ უნდა მიბაძონ დავით აღმაშენებელს როგორ დიდ პატივსცემდა ის მეცნიერებს, მოაზროვნე ადამიანებს, იმიტომ რომ იცოდა რომ ამის გარეშე სახელმწიფოს მრავალი წახნაგოვანი მიმართულების გარეშე დიდი სახელმწიფო არ შედგებოდა და მან ამ ესე იგი 27 ფაქტურად წლის განმავლობაში სანამ გარდაიცვლებოდა 53 წლის ასაკში ყველაფერი გააკეთა და მართალია ადრე წავიდა იმ დროს თქვა 53 არ იყო თქვა ადრე მაგრამ პირნათელი ქართველი ერის და მის წინაშე რადგანაც მან გააკეთა ყველაფერი რისი გაკეთება იმ პერიოდში შეიძლებოდა და მე ესე იგი მინდა რომ დღევანდელმა და საერთოდ მომავალმა ხელისუფლებამ ნაწილი მაინც რამოდენიმე პროცენტი იმის გაკეთებულის გააკეთონ და შეინარჩუნონ ესე იგი რაც გაკეთდა თუნდაც წინა ხელისუფლების ცოტა კარგი უამდონ ბევრი ცუდი თვითონ გააკეთონ რამე მაგრამ სანამ არ იქნება პროფესიონალი ეროვნული მსოფლმხედველობის ხელისუფლება არაფერი მანამდე არაფერი არ გვეშველება ჩვენ ნამდვილად მე ზანეთ კიდე თუ ხო რა ძალიან კარგი მომენტი იყო ძვირფასო მეგობრებო ესე აღნიშნაც გვინდა ჩვენ ფაზისის აკადემია ბატონი გია კვაშილაას მეთაურობით და ბატონი აგერ თემურის და თელერიგიის მეცნიერთა კოჰორტა ვინც არის მოხდა გუშინ ასე თქვა ამის გაერთიანება შერწყმა და ერთ გვინდა რომ ეს უნდათ რომ ერთლიან ორგანულ ორგანიზმად გადაიქცეს როგორც ასეთი ეს მაინც საიდან მოდის იცი ესეც მინდა კიდე აღნიშნო რა აი გელათში ვიყავით ხო და შემდგომ დარბაზობა იყო ხო იქ სადაც ეს დიადი ისინი წყდებოდა ხო სტრატეგიული და ყველა ესეთი ამოცანები ხო და იქ იყო გამოსვლები და ამას იხილავ თქვენ ძალიან საინტერესოა და ამას წინ რა უძღოდა ეს გელათის აკადემია რო შექმნა მან დავით აღმაშენებელმა რა იყო ეს ელემენტარულად ეს იყო ინტელექტის ასე თქვა და გონების და ცივილიზაციის მოპოვების მეცნიერული ასე თქვა დაფუძნება რა მოდი ასე თქვა და მეორე მხრივ ეს გალობათა სინანული ერთ ხელში ხმალი ეჭირა მეორეში ბიბლია და წმინდანებს და რაღაც დღე-დახამი ამას კითხულობდა შეუძლებელი იყო რა გიორგი ჭყონდიდელისგან გადმოვიდა ესა ხო ეს მადლი და ეს დისციპლინა შეიძლება ითქვას და აი გონების და გულის ჰარმონიზაცია მოხდა შემდგომ ეს ილია ჭავჭავაძემაც შენიშნა როდესაც
აი ეს გაბრიელ ბერის ის იყო დაკრძალვა იყო მე მგონი თუ არ ცდები მომიტევეთ თუ ცდები და სადაც მან წარმოთქვა ესეთი სიტყვები რომ ეს ადამიანიო მეცნიერი იყო ეს ბერიო და რომელიც ახდენდა რწმენის მეცნიერიზაციას თავისებურად და გულის ასე ვთქვათ გონების განსულიერებას ანუ ფოტოშორის ბატონო ბოდიშრიფტით აი ფაზისის აკადემია თქვენ ახსენეთ და ფაზისის აკადემიის დამფუძნებელი იყო პირველი ქართველი ქრისტიანი მეცნიერი მარტიონ ფაზისელი. და თან ნეოპლატონიკოსიც იყო, მამამის ქრისტესთან შეხება ჰქონდა 70 იმასე უახლოეს გარემოცვის წარმომადგენელი იყო მამამისი და რა ვიცი ახლა ამაზე კიდე სხვა დროსაც ვილაპარაკეთ ბატონ გიას მოვიწვევთ და დიდი მადლობა მას რომ ესეთი ორიგინალური ჰარმონიზაცია მოახდინა და ეს ისევ იმას რომ დაუბრუნდეთ ეს რა იყო ეს იყო იერუსალიმის და ათენის ფაქტიურად ურთიერთ ჰარმონიზაცია ეს გააკეთა ამ კაცმა რა გალობანი სინანულისანი და აგერ გელათეს ასე თქვა აკადემია ანუ ულტრა თანამედროვე და ქართული ცივილიზაცია დააფუძნა აი ამ ორდიად ასე თქვა ანუ გული და გონება ერთმანეთს რუსთველსაც აქვს სხვადასხვა გული გონებაც აცნობა ერთმანეთზე და ხიდია გახსოვთ ხო ესე თქვა დაახლოებით ამ ასპექტში მოიაზრება და აი ამ დონეს მოაზროვნე იყო და შემქმნელი და რა ვიცი ახლა ამ ხელა პასუხისგებლობას რო დააკისრას მოთავობებს თუნდაც 10 საუკუნე რო რაღაც გრანდიოზული უნდა იყო და კიდე სხვა წყაროებში და სხვები რო გაღიარებენ ეს არის დაუშვათ ჩვენ ვწდებით დაუშვათ არ ვწდებით მაგრამ დაუშვათ დასალური ესენი რო აღნიშნავენ თან უმაღლეს ხარისში ეს სხვების აღიარებაა ამიტომ მე ახლა ისევ აქ რო გადმოვიდეთ ბატონო თემური ნელა ახლა პროექტი გუშინ დღეს ხვალ დღევანდაშიც უნდა გადმოვიტანოთ აი გუშინ ფაქტიურად დიდი რაღაცა მოხდა როგორც ასეთი და მე ასევე ეს გადაცემა ჩემი კი არა ჩვენი მე ხა წარმოვადგენ უზენაეს საბჭოს ჯგუფს ასევე ეროვნულ მოძრაობას და გარკვეულწილად კონსტიტუციას ხელისმომწერიც იყო მე მხოლოდ ამ გუნდეს ასე ვთქვათ ნებას განვასახიერებ და ვაცხეულებ შეიძლება ითქვას შეძლების დაგვარად რა თქმა უნდა და იქაც მე საამაყოდ დიდი სიამაყე შემილია თქვა რომ ეს ფაქტიურად აი მე ბურიდიაც იყო ადრე გარდაცვლილი ჩემ უზენაეს საბჭოში ამ თემაზე ადრეც გონია ლაპარაკი უბრალოდ მადლობა ამ ტელევიზიას რომ ამის საშუალებას გვაძლევს მადლობა თითოეულ მათგანს ვინც კი დაასა ვისაც კი რაღაც წვლილი ქონია მხატვრული ესთეტიური გონებრივი და ახლა კიდე მეცნიერული ჩემოდის და კიდე ახლა ფართოვდება ესრე და იმედია რომ ეს არაფერი დასაკარგი არ დაიკარგება როგორც ასეთი და კიდე მაღალ ხარისშიაა დასაკარგი და ეს არაფერი არ აქვს უმადურობა ცუდი ნიშანია არავის მიმართ უმადური არ უნდა ვიყოთ ჩვენ და მოდი ესეთნაირად წაიყვანოთ როგორც ამ ტელევიზიას და ამ პროექტს და ამ დაფუძნებელს და იმას ეკადრება და გუშინდელმა დღემ დაადასტურა რომ სწორი მიმართულებით მიდის ახლა რაღაც ბრაზი და წენა და რაღაც ისინი ყოველთვის იქნება როგორც ასეთი მაგრამ ეს უნდა გადაილახოს და ხა წენაო ჭირთაბადე როგორც რუსთაველი ბრძანებს ეს ჩვენთვის შეგუნება უნდა იყოს და უნდა იყოს ამის განსაზღვრელი ხო როგორ უნდა მოიქცეთ როგორც ასეთი რომ გადავლახოთ რაღაც სტრატეგიული იდეას არაფერი არ უნდა ვანაცვალოთ სწორს რა თქმა უნდა ხო და ამ თვალსაზრისით ხო ცოტა სხვა იმაში გადავედი მაგრამ რო დაუბრუნდე რა აი ნოდარ ნათაძე პაატა კოგუაშვილი აი ახალხან გარდაიცვალა ის ნუდი თქვენ როგორ არა ჩვენ საკადემიის უზენაეს საბჭო მეცნიერებათა აკადემიის წევრი და რომელმაც კიდე კარგი გარდაცვალებამდე სასწაული წიგნი დაგვიტოვა რა მე ამას მომახოლმე ახლა უბრალოდ არ წამოვიღე როგორი უნდა იყოს ულტრა თანამედროვე ასე თქვა სოფელი რა ინდუსტრიული სოფელი ელემენტარულად ერი იმაზე ხო უნდა შეთანხმდეს რომ საზღვარს თუ იცავ რითი იცავ საზღვრის დაცვის ორი გზა არის პირველი სამხედრო საერთოდ მოშლილია ყველაფერი გაუბედურებული რა ძაღლი პატრონს ვერ აცნობს უკაცრავად მაიძულეთ რომ მეთქვა ხო და მეორე გზა რა არის მეორე გზა არის
კულტურული დაცვა. ანუ სოფელი ისე უნდა მოაწყო, როგორც ასეთი, რომ მიწათმოქმედება, კულტურა, ისე მოყვანა, ნიადაგი, ეს ყველაფერი ხო, ეს არის პირდაპირ თვითმმართველობაც, ნიადაგის ცოდნა, კულტურის ხორბლის, ღვინის და ყველაფერს ესეთნაირად ცოდნა და ეს რა თქმა უნდა ულტრათანამედროვე მიღწევების გათვალისწინებით ამის გაკეთება სავსებით შესაძლებელი. აი ეს ფუნდამენტალური წიგნი დაგვიტოვა ამ კაცმა, ეს არის სახელმძღვანელო როგორც ასეთი და მე შეძლებს დავარ ბატონ თემო ურიგებდი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას და აქ ცდილობდი ამ იდეის ასე თქვა პროპაგანდირებას. ჯერჯერობით დიდი წარმატებით ვერ დავიკვეხნე სამწუხაროდ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა ვეცადოთ. ყოველ შემთხვევაში გავფრთხილებთ, რომ ამის გარეშე აქ არაფერი არ იქნება. ეს და მეორე კიდე ასევე სიამაყედ მინდა აღვნიშნო, უზენაეს საბჭოს წევრები არიან, ვინც მე ჩამოვთვალე, ესენი ბატონი გივი თალაკვაძე, ჩემი ახლო მეგობარი, დიდი ხნის და რომელმაც ასევე ფუნდამენტალური წიგნი დატოვა, პაატასთანაც ახლო მეგობრობდა, როგორც ასეთი მეცნიერთა ეს კონგრესის წარმომადგენელიც იყო ამავდროულად უნიკალური ადამიანი, რომელმაც დადო რა სიმდიდრის და ნედლეულის ფლობელი არის საქართველო და როგორ უნდა იქნას ესე გამოყენებული. ისე რომ კლანური მართლობა და სამთავრობო ჩარევები და კლანური ზეგავლენამ და დანაშაულებრივი პოლიტიკა როგორც დღეს არის ეს უნდა ამოვარდეს და სახელმწიფოური მიდგენა რო უნდა იყოს, კონტროლებადი რო უნდა იყოს და რა პოლიტიკური სისტემა და ეკონომიური უნდა ავირჩიოთ ჩვენ ელემენტ რომელი გინდა დანიური გინდა შვედური გინდა ფრანგული გინდა თუ აი ეს ახლა საჯარო განხილვის გარეშე ბატონო თემო ხო წარმოუდგენელია მე არც მენი ამაზე განხილვაც კი ნემცდელობაც კი არც უნდანია განხილვა კი არა რომ ამ თემაზე მოდი დავდგეთ გადავწყვეტოთ ეს ხო არ არის პოზიცია და ოპოზიცია ერთმანეთს რო ჭამენ ხო ძალიან მარტივად უნდა იქნას ეს გადაწყვეტილი და პოლიტიკური არენიდან უნდა იქნას გაძევებული ისინი რომლებსაც ამაზე დამაკმაყოფილებელი პასუხი და ამ ტენდენციების სწორი მიმართულებების უნარი და შესაძლებლობა არ გაქვს ეს ღიად უნდა ვთქვათ რა ეს წარმოუდგენელი. ამიტომ აი ამ თემებზე, აი ამ ყველაფრის დაყრდნობით რა მე იმედი მომეცა ბატონ თემო გუშინ თქვენ მიყავდათ ეს სხდომა და ძალიან წარმატებულად და რა თქმა უნდა სხვადასხვა პრობლემები და ესენი იყო და არის და იქნება, მაგრამ უნდა გადავლახოთ რა ეს პრობლემები და მინდა აი ამ თემას თქვენ შეეხოთ რა. და ყველაფრის თქვენს უფლება გაქვთ, ეს არის აბსოლუტურად თავისებული ტრიბუნა და ჩემთან რა კითხვებიც არის თუ რაღაცეები მე მზადა ვარ. თქმა უნდა ბატონო თენგიზ ჩვენ ყველაფრის გათვალისწინებით ისტორიული გამოცდილების, ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობის რაც ღმერთმა მოგცა შემდეგ ჩვენ უნდა განსაზღვროთ ის მიმართულებები პრიორიტეტული რისკენ ჩვენ ესე იგი უნდა ჩვენი ენერგია ნიჭი შრომა ესე იგი მიმართოთ. ამისათვის ბუნებრივია რომ გარკვეულ პროფესიონალ მეცნიერთა ესე იგი ჯგუფის მიერ სინერგეტიკული სადაც შევლენ ეკონომისტები, დინებად მათემატიკოსები, სოფლის მეურნეობის და სხვა დარგის სპეციალისტები, რა თქმა უნდა პოლიტოლოგები და სხვები, ჩვენ უნდა განსაზღვროთ ესე იგი რა მიმართულებები, ვთქვათ, სამეცნიერო ხაზით განავითაროთ, რა განავითაროთ, რა თქმა უნდა, ეკონომიკური თვალსაზრისით, სოფლის მეურნეობა და სხვა დარგები. მაგალითად, ისეთი ქვეყანა, რომელმაც შუა ნობელის პრემიის ლაურეატი ნილს ბორი, დანია, თავის დროზე შეიკრიბა ეს ხალხი, რომელმაც თქვენს, რომ ჩვენ ახლა მეცნიერებაში ყველა მიმართულებას ვერ განავითარებთ, რადგანაც ამას ჭირდება დიდი რესურსები, მათ შორის ფინანსური და ადამიანური. ამიტომ მათ ძირითადად ინსულინის პროგრამა აიღო და მსოფლიოში პირველი მიწოდებელი არიან ინსულინის, ასევე ზოგიერთი სხვა მოსაზღვრე მიმართულებები. მე მახსოვს ერთი ჩემი ესე იგი მეგობარი საუბრობდა რომ როცა დადგა საკითხი დაახლოებით 20 წლის წინ, შეიძლება 25-ის, უკვე შევარდნაძის დროს, მაშინ იქ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში
იყოს საუბარი, რომ არსებული ინსტიტუტები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, რომ მაგალითად ქიმიის ინსტიტუტი 4 იყო, მათემატიკის 5, ფიზიკის რამოდენიმე შემდეგ კიდევ სხვა ინსტიტუტები, ესე იგი რაღაცნაირად გამოვკვეთოთ ის, თქვა, პირობითად 10-15 მიმართულება, რომელიც საქართველოს უნდა განავითაროს. მაგრამ როგორც ჩვევია ქართველებს, ყველა დირექტორი იცავდა თავის ინსტიტუტს და ვერაფერი ეს ვერ მოხერხდა. დღემდე ეს ასე არის. არ შეიძლება რომ საქართველოს ყველა მაგალითად იაპონია, აი ბატონო თენგიზ, როცა გიტლერთან ერთად წააგო ომი და თქვა, ახლა დიდი ისტორიის და გამოცდილების ერია, ახლა იაპონელები ძალიან დიდი და თქვენს რომ ჩვენ მომავალში ვერ დიდი, ვერ პატარა, ვერ საშუალო ომით ვერავის ვერაფერს ვერ დაუმტკიცებს. ამიტომ ბიუჯეტის 54% ჩადეს მეცნიერება და განათლება. რამოდენიმე წელი. ანუ სტრატეგიული ნაბიჯი გადადგეს. შედარებისთვის, ახლა საბჭოთა კავშირი ჩვენ პოლიტიკურად არ მოგწონდა, ბუნებრივია, მაგრამ შვედებას იგივე არ გააკეთეს, ბატონ. თუმცა დავამატებთ საბჭოთა კავშირმა თავის ბიუჯეტის 11% ქონდა ჩადებული მეცნიერება განათლებაში. რატო? რამდენი 14? რამდენი? 10-11. ეს არ არის პატარა პროცენტი. საბჭოთა კავშირის ეკონომიკა მაინც დიდი იყო, რადგანაც ისინი აწარმოებდნენ, რა თქმა უნდა, ეგრეთ წოდებულ, თქვათ, ცივ-ომს ამერიკასთან, ჭირდებოდა, თქვათ, თავის დროზე ბირთვული იარაღი, სხვები ამ შემდეგ და ანავითარებდნენ ამ მეცნიერება განათლებას და იაპონიამ 54% ჩადო გარკვეული წლები და ნახევარზე მეტი. ისეთი ბუმი იყო, რომ იაპონიამ თქვენ იცით, რომ ეკონომიკაში რას მიაღწია დღეს სოფლიოში მთლიანი შიდა პროდუქტით არის მესამე, გერმანია ახლოსაა, მაგრამ ახლა გერმანია დიდი ქვეყანაა და ინდოეთი იცით მილიარდ ნახევარია, მაგრამ იაპონია ის ძირითადად გამოყენებითი მიმართულებით ავითარებს იმას. ყველა დარგის განვითარება ეს შეუძლია ალბათ ისეთი დიდი ეკონომიკის როგორც არის ამერიკა და ახლა ცდილობს ჩინეთის, რადგანაც მათი ეკონომიკა უკვე მსოფლიო ეკონომიკის 18%-ია, ამერიკის 25%-ია. ყარად მეორეზე, მაგრამ როგორც გაერთიანებული ევროპა მეორეზე, გაერთიანებული როცა. შესაბამისად, ჩვენ საქართველოს უნდა განსხვავოთ. ჩვენ გვაქვს კლასიკური სად არის ჩვენი ადგილი? გვაქვს სოფლიოს სკოლი, ესე იგი სამეცნიერო სკოლი ჯერჯერობით შემორჩენილი, ეს არის მათემატიკური სკოლა, მუსხელიშვილი ვეკო, ეს არის ბერიტაშვილი ფიზიოლოგიის სკოლა და რა თქმა უნდა უზნაძეს განწყობის თეორია. ასევე ძლიერი არიან ჩვენი ფიზიკოსები, რომლებიც სკოლაში მოღვაწეობენ, კიდევ სხვა დარგი და ჩვენ უნდა აი ეს მიმართულებით. ამავე დროს, ახლა ჩვენ რომ ვთქვათ, რომ ჩვენ ახლა ტექნოლოგიებში მოუგებთ, თქვათ, გაუსწრებთ ამერიკას და სხვა ქვეყნებს, ეს არა, მაგრამ ტექნოლოგიის გამოყენების კუთხით. კი ბატონო, თორემ მაგალითად მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, MITI, პირველია მსოფლიოში, სადაც ნობელის პრემიის ლაურეატები ასწავლიან და ისეთი ხალხი იქ მაგალითად პრინცი და სხვა ფულიც რომ კონდეს ვერ ისწავლის, იმიტომ რომ გარიცხავენ. და ბიუჯეტი არის 52 მილიარდი დოლარი ერთ ინსტიტუტის. ხო, ასეთი ახლა დაფინანსებით და მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ტექნიკურ უნივერსიტეტს და სოფიის სახელმწიფო უნივერსიტეტს სახელმწიფო იმ გრანტების რაც მოქონდა სტუდენტებს CAPEX არ აძლევდა და როგორ შეიძლება თქვათ პიროვნება ლაპარაკობს რომ ჩვენ არა ვართ ოქსფორდი და კემბრიჯი და თუნდაც მასაჩუსეტს ვერ ვიქნებით იმიტომ რომ ბიუჯეტი მცირეა მაგრამ აი განსაზღვროთ მიმართულები და ამ მიმართულებით ჩვენ უნდა ახლა საქართველოს ღმერთმა მოგცა დიდებული ბუნება წყალი რომელიც ერთ-ერთი ნავთობზე ნაკლები სიმდიდრე არ არის ცოტა ხანში ჩაანაცვლებს რა თქმა უნდა პრივილეგიის თვალსაზრისით მაგრამ ის წყალი ბუნებრივი ახლა თქვენ შეიძლება ნახოთ ნებისმიერი ცნობილი სპორტსმენის თუ გინება სხვა იმის ორგანიზაციის პრესკონფერენციები ის ფრანგული და ძირითადად ფრანგული წყლებია ეგ რა ის წყალი უკეთესია ვიდრე საქართველოს წყალი მაგრამ ნუ ეს დიდი ქვეყნებისიც ამიტომ ჩვენ უნდა გავიტანოთ სოფლიოში თქვათ რომ აი წყალი ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ ყველას აი ამ ფასებში შესაბამისად სოფლის მეურნეობა სადაც
ჩვენ რატომ უნდა შემოქმნდეს ბატონო ეს ასაულია მანდარინი, თქვა და აპელსინი, ან კიტრი, პამიდორი თურქეთში ვიყავი კონფერენციაზე და ასეთი კონფერენციაზე ვიყავი და მაშინ ესე იგი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე რომ ზამთარში იყო ეს კონფერენცია რომ მიდიოდი ყოველ ნაბიჯზე სათბურები იყო ანუ ზამთარში სათბურები ზაფხულში სადაც 3-4 ჯერ მოყავთ შემოსავალი საქართველოს უკეთესი ამიტომია მართვა ჭირდება ანუ ნება ჭირდება იმ ხალხის ამიტომ ბატონ თემური შაშიაშვილის ხვები მეგობრები საუბრობენ და სწორიც არის რომ უნდა ვთხოვოთ რომ დალაგებულ ქვეყანაში არც ერთ მეცნიერს არ უნდა არც რექტორობა არც დეკანობა არც პარლამენტი ამ შემდეგ რატომ პროფესორზე უკეთესი თანამდებობა არ არის, მაგრამ იმ პროფესორს აქვს $10,000 ყველა კონფერენციაზე შესაბამისი ფაკულტეტი თანხას გამოუყოფს და ის, რა თქმა უნდა, კომუნიკაციით თავის ქვეყანას მოცემულ უნივერსიტეტს ამდიდრებს. ამიტომ ამ ეტაპზე უნდა გავითვალისწინოთ მეცნიერების აზრი და ის მიმართულები განვავითაროთ, რაში ჩვენ ისტორია გვაქვს რაში შეგვიძლია იმ პოტენციალი და რა თქმა უნდა წინ გავიხედოთ და ამისათვის ნება უნდა იყოს ნება რომ გონდეს არის ორი ტიპის მართველი ბატონო თენგის პირველი მართველი რომელსაც უნდა გარშემო ყავდეს სუსტი მათ ფონზე იყოს ძლიერი დაკომპლექსებული ადამიანი ირაკის ფუნქცია ქვია რომ იქ იყოს სუდი ხალხი და საქმე არ კეთდება ეს კი ჩანს მათ ფონზე მაგრამ საქმე არ კეთდება მეორე თვითონ ძლიერი მართველია, როგორ დავით აღმაშენებელი. გარშემო ჭკვიანი ხალხი ყავდა, გიორგი ჭყონდიდელი და სხვები. ჯერ ერთი რომ გარშემო ჭკვიანია, ის მართველი ფიქრობს, მე ფორმაში უნდა ვიყოს, სულ თორემ ეს ჭკვიანი ხალხი გამისწრებს. ახლა მეფეს არ იყო, იმას ვერ გაუსწრებდნენ, მაგრამ დღევანდელ იმაში საქმე კეთდება. ანუ გუნდია და არ არის მიმული ერთ პიროვნებაზე, ხო? ამიტომ ისე იგი ნება უნდა იყოს, ჩვენ უნდა ძალიან პატარა პარლამენტი მომავალში ჩემი აზრით უნდა იყოს 100-101 ადამიანი და კვალიფიციური ჯერ 100 მერე 80-მდე უნდა ჩამოვიდეს და რა თქმა უნდა მთავრობა პატარა არ არის საჭირო ესე იგი სოფლის მეურნეობის ან ეკოლოგიის მინისტრს დაცვა დაყვებოდეს და 5 მანქანა ესკორტში უცხოეთში ავსტრიაში გნება შვეიცარიაში პრეზიდენტები დადიან ავტობუსში დანიის დადებულია საიზე ესაც აინტერესებს და პარალელურად თბილისის ეს იყო დანიის პარლამენტში ვინ არის რითი მისული აბსოლუტურად ყველა ველოსიპედებით და შემდგომ აქ არის ასე თქვა მარიაჟობა და ერთმანეთს ვინ უფრო მაგარიმით შემოსრიალდება იქა და მთელი პოლიტიკა პირველი ასე თქვა მაგათი ლიდერის და შტაბ-აგონებელი და ბელადის და ამის მეშვეობით რომ აი ფულის ნიშნულობა და ეს ადამიანის კნინობითი სახე რა ადამიანი რატო კნინდება იმიტომ რომ სულიერ საწყისზე მაგრამ მატერიალური და ეს რაღაც ბატონ ზვიად გამსახურდია ზომეს უწესიერესი მართველი იყო გადააყოლეს რაღაცა ძველი იმეს აი ბატონო თემო ორ მერსედეს რაღაც საცუდო ძველი მაგაზე უარეს გეტყვით რა რო დადგა დღის წესრიგში რა რო აი ეს სომხეთის პრეზიდენტი მაშინ 4000 იმას ეყებდა და მინიმალური რა 4000 იმამდე რომ დასულიყო ასულიყო ზვიადეს ხელფასი რა იცით რა თქვა არა მე არ მჭირდებაო მე რაღაც აი შემოსავალი წიგნიდან და იგიდან გავუკეთე შემომივიდაო და წარმოგიდგენიათ ახლა ამ პარლამენტარებს და იმებს და ამ საწოდაებს და პრემიერ-მინისტრებს და რა ვიცი სუსის უფროსებს და ქვეყნის ღალატში რომ ერთმანეთს ბრალს როდებენ ბატონო თემო ჩვენ ხო არ დაგვიდია ბრალი ხო ერთმანეთს დაძდეს ბატონო თენგიზ ჩვენთან შემორჩა საქართველოში საერთაშორისო დონის მეცნიერები და მათ ხელფასი 1500 აქვს და პარლამენტარებს ზოგიერთი ვისაც წიგნის სათაური არა 15000 და ზოგიერთი ბატონო თემო ამასაც არ ჯერდება და ამასენად ვიყავი მეგობრებმა დამპატეჟა ღვინესისა აქ და და მე შემდგომ გავიარეთ და თელავში და ექსკურსია მოყახეთე მოგესწრებათ რა ულამაზესი მხარეა სიღნაღე თელავი და ეს ყველა სასაული მხარეა რა გავიარე და ილია ჭავჭავაძეს რო აქ ლექსი ყვარელის თეც ხო გახსოვთ აი შევხედე და კენაღამ გული გამესხდა იცით რა არის
იყავით მათ. აი მე შანშან ვიყავი და ერთი ბორცვი დიდი მთა, როგორც რომელსაც მიუძღვა რაღაც 7 მთისგან შედგება რა, კომპლექტი რაღაც ბუნებრივი ულამაზესი და ერთი მთას მიაყენეს ბულდოზერი, გაასწორეს მიწასთან და რესტორანს აკეთებენ და ეს თვალწარმტაცი ქალბატონი როა, რომ ლივლივებს სულ ეკრანზე, ასე თქვა. აი მისი კუთვნილი და საკუთრება ყოფილა როგორც არის. აი ამედგინდა ჩვენ ქვეყანა აშენოთ და ამედგინდა დავით აღმაშენებელთან და ცოტნე დადიანთან და ჭონდიდელთან და ვაჟარ და რუსთაველთან და იმასთან მიხვედეთ და ასე გინდათ რომ ხვალინდელ გამოწვევას ურთულეს ვითარებაში ვიმყოფებით გეოპოლიტიკურ ურთულესი რა. აი წარმოუდგენელი და აქ ერთმანეთი ამასენა ბატონო თემო რას უყურე რაღაც ფილმი იყო რა და ისრაელზე იყო რა თუ გახსოვთ კინშასა რო არის კენეს დედაქალაქი ტერორისტებმა რომ გაიტაცეს ასე თქვა თვითმფრინავი ისრაელის და იქ რო აშანტაჟებენ და დაახოცავთ და ასეთი და ისრაელის თავრობა მიიღო არაპოპულარული გადაწყვეტილება უნდა გაათავისუფლონ რა ისე რომ ხელისუფლებას არ უნდა შეატყებინონ თორე ის აუგზავნას ბუნებრივად თუ გამოგონდი რა ესენი თან დოკუმენტალურ მასალებზეა ნაფანტაზიორები კი არ არის ხატრული ფანტაზიები დოკუმენტალურ სიცხადეზე და მოვლენების ადეკვატურ ოპოზიციის ლიდერი დაპატიჟეს და მაგასაც პასუხისგებლობა აღებინეს. წარმოგიდგენი, ახლა აქ იმას იზამს, ახლა მელიას რო ახალ მუხლებს ტენიან უკაცრავად რაღაც დანაშაულები, ახლა მელიას დასვას ბიძინა ივანიშვილი და მსგავს საკითხებს გადააწყვეტინებს. აი წარმოუდგენელი რა, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა დაბალია, როდესაც კუჭის ფენომენი ასე თქვა და სულიერზე მაღლა დგას და ანადგურებს ამ სულიერებას, როდესაც აი ფულის გარდა არაფერი არ გედა, როდესაც საერთოდ აი ამ დაგვარ ფასეულობებს მოწყვეტ მაშინ აღმოჩნდებით ძალიან რთულ მდგომარეობაში. არ და გული იმაზე რომ გუშინდან მაგრამ კიდე ერთხელ დამატვნა რომ უდიდესი პოტენცია კამერს, ოღონდ ამას ასპარეზზე უნდა მიეცეს, ამას სივრცე უნდა გაეხსნას, თორე ახლა მარტო ეს ჰუმანური მოწოდებები მთავრობისადმი რაც გაჭერდა ბატონო თემონ, მე ახლა ესეთი ოპტიმისტი ჯერჯერობით ბატონო თენგის აი ვთქვათ, ნუ იცით რომ მე ესე იგი ბევრი დოქტორანტებაზე მათ მოდელირებაში მუშაობდა რამოდენიმე ქვეყანა რა თქმა უნდა ორპარტიული ეს ძირითადად ორპარტიული ამერიკა, ინგლისი, მაგრამ აი მათემატიკური თვალსაზრისით ჩვენ ესე იგი დავადგინეთ რომ ძირითად ქვეყნებში სისტემა მდგრადი რომ იყოს, კარგი იქნება რომ პარლამენტში იყოს მინიმუმ 3 პარტია და ვერც ერთი პარტია ამ 3-დან ვერ ქმნიდეს თავრობას. ანუ კოალიციები იყოს და ერთმანეთზე დამოკიდებული. იტალია აიღეთ, სხვა გერმანია აიღეთ და შემდეგ ნუ 3-4 პარტია. ახლა მიდგომა რომ მე ვიქნები და ყველა სამყარო კარგი ბატონო თემო ამათმა ისე არ შეუშვეს კაცო რა ქვია მაგას პატრიოტთა კავშირი რომელიც ამათი დანაყოფი იყო მეორე იმაზე არ შეუშვეს და ვიღაცა ხელიდან წასული კაცი ინჯია და ესენი რო არიან ქვეყნის მართლა პირდაპირ მოღალატები რაღაც ესენი შეუშვეს იქ და ვითომ რაღაც იმიტაცია გააკეთეს რომ ვითომ დემოკრატიზობანა და ეს რითის დამთავრდა კი ხედავთ ახლა აქ რაც არის და ამიტომ ფსევდო დემოკრატია, ფსევდო რაღაცები აქ დაუშვებელია და ყოლა წარმოუდგენელი. ახლა თქვენ რო გზანეთ რა იმაზე მინდოდა ახლა რა თვითონ ქვეყანა უნდა დაადგინოს, აი კარგად გზანეთ თქვენ აი იაპონიის მაგალითზე. აი შვეიცარიას დაახლოებით იგივე პეტრე პირველთან რო წააგეს ომი შვედებმა, ხო გახსოვთ 3 საუკუნის წინ იყო, ხო? მაშინ თქვენს რო ჩვენი ჰეგემონია იმ ზღვაში, ბალტიის ზღვაში დამთავრდა და არა მარტო ჩვენ წყვეტავთ ყოველგვარ სამხედრო მოქმედებას, სხვათა სამხრეთიდან და ჩრდილოეთ ყველა მიმართულები და ვაცხადებთ დემოკრატიული და სოციალური ორიენტაციის მქონე წყობის ასეთგან პრივილეგიას. ეს განაცხადეს და ამაზე შეთანხმდნენ. თუ არ შეთანხმდე ბატონო თემო რაღაც მაშინ ვილაპარაკო ჩვენ ახლა რამდენიც გინდა იდეები ვაფხვიოთ და გინდა ჩოთა რუსთან გინდა იქიდან და გინდა აღმაშენ რაც არ უნდა ველაპარაკო თუ არ უნდა ერი თუ არ არის ამისთვის ზად არ წავა და თუ ამაზე არ შეთანხმდა ერი მაშინ როცა წიანჭველები ტერმიტები და ამდაგვარი არსებები ესენია კაცო პოლისები არის უდაბნოში გაგე ტერმინე აი ამ ხელები არიან მეგობრებო რატო აშენებენ ამას იმიტომ რომ შენებაზე თანხდებიან
თუ არ შეთანხმდი არქიტექტურაზე, იდეაზე, ფუნქცია თუ არ გაინაწილე, დარჩები ასეთ გაუბედურებული, როგორც ეს ხელისუფლება და რომელსაც ძევლად აყავს აყვანილი. დამისა ბატონ თენგის ჩვენ საქართველოს პარლამენტში ზრუნავენ შვედეთზე და ძალიან ესე იმას გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ შვედეთში ხელისუფლება არასწორად იქცება, იქ პოლიცია და იქ არის ადამიანის უფლებების დარღვევა და შვედეთი რა ქვეყანა ხო ვიცი და სხვათა შორის, აი რადგან უნივერსიტეტების ამბავია, შვედეთი ახლა 12 მილიონამდე არის და სულ არის 12 უნივერსიტეტი, მაგრამ იქ სანამ ეს ჩამოყალიბდებოდა შეჯერდნენ რომ აი ეს სისტემა ასე უნდა იყოს ის არა ნაჯახით რომ ერთ ქალაქში გაკაფო ყველაფერი. ამიტომ ნუ ნერვიულობს საქართველოს პარლამენტში შვედეთი მოულის სავისთავს და მიუხედავად საქართველოს. აი ამ თემას მივადებთ ბატონო თემა. ახლა ეს თემა რო არა ვთქვათ, გული გამესკნით. აფხაზეთის ამ პროექტის ისე როგორც თქვენი ცხოვრება ჩემი და ეგ ადაჯაჭული აქვს. სანამ ეს არ დადგება სამართლიანობა რაღაც ამ პროექტის ერთ-ერთი თავარი мотиваცია ეგ იყო, რომ იცოდეთ, გუშინ, იმიტომ რომ გუშინდელი გვახსოვს იქიდან როგორ გამოყარეს და გენოციდი ბუშაზე რო ლაპარო უკრაინა, ბუშაზე უარესი გაგრაშეს მოგვიწყეს და რა ყველგან რა სადაც საშენელი არ შეუდგეთ, მაგრამ აი გამოსავალი რო ვნახოთ ელემენტარულად რა ახლა იმისი არ იყოს ამ შემთხვევაში ნეიტრალიტეტის და რაღაცების გამოცხადება ახლა შემცდარი უნდა იყოს ჭუიდან რომ ამ თემის ესე პროპაგანდირება მოახდინოს. იგივე შვეიცარია და ფინეთი. ფინეთი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის ყველაზე ახლო პარტნიორი იყო და გამდიდრდა ესა და რუსებმა დიდი ხეირი ნახეს და რუსული და საბჭოთა პროდუქცია ფინეთის გავლით გადიოდა იქა და ამას თითქმის ნახევარი საუკუნე ამ მოდელმა იმუშავა, მაგრამ როდესაც დრო მოდის როგორც ასეთი ცვლილების და აუცილებლობის იმ ფინეთმა და შვეიციამ რომელსაც ნეიტრალიტეტი ქონდა გამოცხადებული ნატოში შევიდა. რატომ? იმიტომ რომ გარანტია უნდა ახლა ვერ გავიგე თუნდაც ნეიტრალურ შვეიციას და ნეიტრალურ ფინეთს მეტი გარანტია ექნებოდა თუ ნეიტრალურ საქართველოს თავისი კონფედერაციები და ბოდიშობანა რო დაიწყო ამათმა რაღაც საწოდავმა ლიდერმა. ბატონო თენგის მე ასე ფიქრობ რომ ეს ხო პირდაპირ კონფედერაციაზე მინიშნებაა და რუსების განთავისუფლება იმ უბედურებისაგან რაც მაგან თავს დაგვატეხეს როგორც ასეთი და ჰააგის სასამართლო და იმისგან რო ააცილონ ასე ვთქვათ სამხედრო დამნაშავეები. ეს არის ჩადებული მან დამეთანხმებით ახლა. ბატონო თენგის აი ახლა რა თქმა უნდა როცა ახლა მაგალითი მოვყავთ შვეიცარიის იქ არის სამი კანტონი რაღაცა ყველა შეთანხმება. და უკაცრავად ამ დროს დავასრულებ რა უკაცრავად რა ამ დროს ბალტიის ზღვა გადაიქცა ფაქტურად ნატოს ტბად და პირდაპირ პეტერბურგზე მიმდგარი არიან ასე ვთქვათ სამხედრო ნატოს ხომალდები. ისე რომ რუსეთი ვერს ბედავენ რაღაც წამოწმუტონ. ხომეთან ხო ეს ხო ფაქტებს ვლაპარაკობ. შესაბამისად ჩვენ შვეიცარიის მაგალითი რომ იქ მთელი სოფლიოს ქვეყნები ვინც ამით ხუნის ისინი შეთანხმდნენ რომ შვეიცარია იყოს ნეიტრალური ქვეყანა. მათ შორის ჰიტლერიც, სტალინიც და დასავლეთი და ანგლო-საქსები და ყველანი საფრანგეთი. ხდებოდა ისეთ ქვეყანა, სადაც ყველა თავის ფულს ჩადებდა და იქ ფულ შეინახავდა. რაც ეხება საქართველოს შეხვედრები სადაც იქნებოდა ნეიტრალური. ახლა რაც ეხება საქართველოს ზოგიერთი პოლიტოლოგია, ეგრეთ წოდებული პოლიტოლოგიის ვისაც ვთქვათ იქიდან რაღაცას აძლევენ ან შემდეგ საუბრობენ რომ კარგი იქნება რომ საქართველოს იყოს ორიენტირებული ყველაზე ჩtildeოეთზე, რუსეთზე, დასავლეთზე, ამერიკაზე, თურქეთზე, ირანზე, ჩინეთზე და აი იყო მრავალ ვექტორიანი ის იყო. მაგრამ ეს არ გამოვა ჩემი საფრთხით. რატომ? რუსეთს ახლა მე მოსკოვის უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული და რუსეთს კარგად ვიცი. რა თქმა უნდა. რუსეთს საქართველოს ჭირდება 100%. დიახ, თლიანად. თუნდაც მასთან ახლოსა ხო ირანი და ჩინეთი. იმათ რომ უწილადოს 5% არა, 100% ჭირდება. შესაბამისად, ჩვენ ახლა აი ამ იმპერიები, რომელიც ახლა კი ბატონო, ახლა გვეუბნებიან რუსეთზე ვარესი უკეთესი არ გაუკეთებია არც ოსმანის იმპერიას, არც სასამი, არც ხვებს აი შემდეგ, მაგრამ ჩვენ დღეს არსებული სიტუაციიდან იქ რომელიც ქართველი ერისთვის, ისტორიისთვის
აქ ჩვენ დავით აღმაშენებელმა აქ დიდგორზე შეაჩერა, ხო? ესე იგი ურდოები შეაჩერა და ფაქტურად ცივილიზაციის და ანტიცივილიზაციის ომი იყო ეგა. შესაბამისად, ჩვენ უნდა დავეყნოთ იმ ძალებს, ახლა ევროპაში მე ხშირად დავდივარ და მეუღლეც იქ არის ახლა და ძალიან ბევრი კარგად და სწორად მსჯელო. ანუ ჩვენი ვექტორი, ჩემი აზრით, ქართველების ევროპასკენ არ უნდა ჩვენ ევროპა ვართ, რადგანაც ესე იგი ჩვენ კიდევ პასიფაია, კრეტა, ამ შემდეგ იქიდან იწყებოდა ევროპა, ამიტომ ჩვენ ორიენტირი უნდა ავიღოთ ცხადი ევროპისკენ, უკეთესო წამოვიღოთ იქიდან, მაგრამ რა თქმა უნდა ნორმალურად ერთილმეზობლური ურთიერთობა თურქეთთან, რუსეთთან, აი ესეთ რაღაც ერთილმეზობლური. რაც ეხება იმას კონფედერაციის საკითხი, მე როგორც ერთი სოხუმელი ადამიანი კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ კონფედერაციას. ზოგიერთი მეუბნება რა დაშლის დასაწყისი იქნება. ისო რა ვქნათ, ისე მაინც შევალთ ვერა. კონფედერაცია რომ შედგეს იმ სამივე სუბიექტმა, ამ შემთხვევაში საქართველო, აფხაზეთმა და ცხინვალმა უნდა ცნობს ერთმანეთის დამოუკიდებლობა, მერე მოსკოვი ეთქვის დროებით კონფედერაციის შემოდი და მეორე მესამე დღეს დაიშლება. ამიტომ თუ დღეს პრობლემას ვერ წვეთ აფხაზეთში, ვერ წვეთ ეს. ჯერ იყოს ეს გაყინული მომენტი. როცა საქართველო ფეხზე დადგება, გაძლიერდება, მაშინ მშვიდობია. აღმაშენებლით მომენტს უნდა დაველოდოთ. ჩვენ შანსს უნდა დაველოდოთ აუცილებლად. კი ბატონო, ახლა საბოლოოდ მაინც მინდა ვთქვა, რომ მაინც ახლა ეს უნივერსიტეტის თემაზე და ემაზე მოგიწევთ, ეს გარდამავალი გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც მეტნაკლებად მისაღებია. ყოველ შემთხვევაში იმას ნამდვილად ჯობია, რაც გაუქმებაზე და ტოტალურ ზემოქმედებაზე და კონტროლზე იყო ლაპარაკი, ეს იდეა ჩაიფუშა დროებით, ამას ხაზგასმით მინდა და მაგრამ თვითონ პრინციპი ბატონ თენგის იმპირცებზე არ გადასულა ჯერ. ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტის სპეციალობაა. ეს არ ვარგა, იმიტომ რომ თბილისში არის თქვათ სპეციალობები, თსუ-ში ყველა სპეციალობა არის ილიას უნივერსიტეტში და არის ჩემშობლიურ სოხუმის უნივერსიტეტში. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს უნდა მიუდგენ ისე რომ ის ვითომ არის სოხუმში. მას არ უნდა ეხებოდეს ბატონო თენგის ეროვნული კაცი. როგორც შეიძლება სოხუმის უნივერსიტეტს მიუყენო ის რომ თსუ აგვერდით, იმას აქვს მათემატიკა, ისტორია, შენთან არ უნდა იყოს. ეს არა. ჩათვალონ რომ ჩვენ ვართ სოხუმში. და ყველა სპეციალობა ჩვენ უნდა დაგვიტოვონ, რადგანაც სახელმწიფოებრივია თვალსაზრისით დანაშაული იქნება თუ სოხუმის უნივერსიტეტს წაართვებენ ის სპეციალობებს, რაც მოდის 1932 წლიდან 94 წლისა და პირიქით გაძლიერდეს და არა ეს დაიქსახსოს. კი ბატონო, აი უფრო დასასრულისკენ წავიდეთ, ხო ახლა მაინც კიდე მინდა იმედი გამოთქვა, რომ გონიერებას ექნება საფუძველი პერსპექტივა. მე ახლა განსაკუთრებით ახლა ჰელსინკის კავშირიდან მოვდივარ მე და არ არსებობს რა ადამიანის უფლებებს არ შევეხო რაც არ უნდა თემაზე. ეს ახლა დანაშაულია 5 შვილის და 9 შვილის ქალბატონი მქონე დედები დაპატიმრებული ახალგაზრდა ბავშვები, რომლის პერსპექტივა ჩვენი მომავალი გაურკვეველი რაღაც პათოლოგიური რაღაც მოტივების გამო დაპატიმრებული არიან, სილის გაწნისთვის 6 წელი აქვს და ამ დროს ახლა აკრეები ხდება, ახლა ამაზე არ მინდა კიდევ ვილაპარაკო. გოს უნდა მოეგოს ეს ხელისუფლება, დაუყოვნებლებ გაანთავისუფლოს ეს ადამიანების პატიმრები და პოლიტპატიმრები, როგორც ასეთი ლუკაშენკოს მოდელი აქ კიდე ერთხელ გიხსნით, არ გამოვა ჯერ ესეთი ლუკაშენკოს სულ სხვა გეოპოლიტიკური ვითარება აქ იქ როგორც ასეთი ის არ არის საკვანძო ადგილზე და აბრეშუმის გზა და ჩრდილოეთის სამხრეთის აღმოსავლეთის ის არ არის თავშეყრის